ქართულ ბაზარზე ტექნიკის ახალი ქსელი შემოდის. ბელორუსული ციფროვიკი საქართველოში ერთ წელიწადში 30 მაღაზიის გახსნას გეგმავს. ციფროვიკი ბელორუსში ბაზრის 25%-იან წილს ფლობს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ საქართველო საინვესტიციო თვალსაზრისით მიმზიდველი ქვეყანაა და სწორედ ამიტომ გადაწყდა ქართული ბაზრის ათვისება. კომპანიის პირველი მაღაზიის პრეზენტაცია გამსახურდიას გამზირს და დღეს გაიმართა, რომელსაც ჩემი კოლეგა ნინო ფოფხაძე ესწრებოდა. ნინო, მოგესალმები და თუ შეგიძლია მითხრა, რომელი ბრენდების ტექნიკის შეძენა იქნება შესაძლებელი ბელორუსულ ციფროვიკში? დიახ, ციფროვიკის ქსელის საკუთარ მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს როგორც Toshiba-ს, Asus-ს, ასევე HP-სა და კიდევ სხვა ბევრი ცნობილი ბრენდების ნაწარმი, ხოლო რაც შეეხება მას თავად რა ტექნიკაა წარმოდგენილი, ეს გახავთ ციფრული ფოტოაპარატები, ასევე მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და ასევე ტექნიკის აქსესუარები. როგორც თავად კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, საქართველოში ბიზნესის წარმოების კუთხით შექმნილია საკმაოდ კარგი გარემო და სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ გახსნილი იყო ციფროვიკის ქსელი საქართველოშიც და როგორც ისინი აცხადებენ, ქართული ბაზარი მათთვის საკმაოდ მიმზიდველია. საქართველოს ბაზარი ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ბიზნესის კეთების კუთხით გამარტივებულია ბიუროკრატიული ბარიერები. ინვესტიციებისათვის ხელსაყრელობა პირობებმა გადაგვაწყვეტინა ციფროვიკის ქსელის საქართველოში განვითარება. კომპიუტერული ბაზარი საკმაოდ სწრაფად ვითარდება და კონკურენცია იზრდება. ჩვენ შევეცდებით მომხმარებელი მისაღები ფასებით, ფასდაკლებებითა და სიურპრიზებით მოვიზიდოთ. საქართველოს ეკონომიკა ძალიან მზარდია და ამ კუთხით ჩვენთვის თქვენი ბაზარი კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება. ციფროვიკის ქსელი დღეს ოფიციალურად გაიხსნა და იგი გახსნა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ და ასევე ციფროვიკის ქსელის გენერალურმა დირექტორმა. როგორც ვერა ქობალიამ აღნიშნა, ციფროვიკის შემოსვლა საქართველოში და ახალი მოთამაშის გამოჩენა უკვე არსებული ტექნიკის მაღაზიებს შორის კონკურენციას გაზრდის და ასევე იგი ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. რამდენიმე ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია ამ მაღაზიის გახსნის დროს და პირველ რიგში ეს ის რომ ლიბერალური ეკონომიკური გარემოს გამო შემოვიდნენ საქართველოში, მეორე ის რომ მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნება 15-20 მაღაზია და ეს შექმნის კონკურენციას, რომელიც აუცილებლად ექნება ეფექტი ფასებზე, ტექნიკის ფასებზე საქართველოში და მესამე, რაც ალბათ უმნიშვნელოვანესია, ეს რომ 150 ადამიანი დასაქმდება ამ მაღაზიების ქსელში და შეიქმნება როგორც კვალიფიკაციის ამაღლების საშუალებები, ასევე ახალი სამუშაო ადგილები. ციფროვების ქსელი ძირითადად ორიენტირებული იქნება განათლების სისტემას და ისინი უკვე აწარმოებენ ქართულ რამდენიმე ბანკთან მოლაპარაკებებს. წლის ბოლომდე გაიხსნება 3 ახალი მაღაზია, ხოლო რაც შეეხება მათ სამომავლო გეგმებს, მთლიანად საქართველოს მასშტაბით 30-მდე ფილიალის გახსნას გეგმავენ. ნინო, შენ თქვი, რომ განვადებით პროდუქციის გამოტანა არის შესაძლებელი. თუ არის ცნობილი შემოსავლიან სეგმენტებზე როგორ არის გათვლილი მათი პროდუქცია, ანუ მომხმარებლის რა სეგმენტზეა გათვლილი, ანუ ფასები როგორია? დიახ, როგორც ჩვენ ოფიციალურმა წარმომადგენელმა გენერალურ დირექტორმა განგვიცხადა, ისინი გათვლილი არა ნებისმიერი შემოსავის მქონე ადამიანების, ანუ კერძოდ ფასები იქნება საკმაოდ მისაღები. ბუნებრივია ეს კონკურენციას გასდის, რადგან საქართველოში არსებობს ძალიან ბევრი ტექნიკის მაღაზია და სწორედ ამიტომ ისინი ცდილობენ მოიზიდონ საკუთარი მყიდველები აქციებით, ფასდაკლებებით და ასევე ხელმისაწვდომი ფასებით. ძალიან დიდი მადლობა ნინო, ბიზნეს ამბების პირდაპირ ეთერში ჩვენი ჟურნალისტი ნინო ფოფხაძე საუბრობდა.